ნედიმე ჰანი მსჯობდა გაგეფრთხილებინეთ. შემეშვი. იქნებ დაკავებულია. როგორ არ გწხვენიათ? რა მოხდა? ეს რა გააკეთეთ? რა მოხდა ნედიმე ჰანიმ? გული გამიხეთქეთ. როგორ შეგეძლოთ ჩემი შვილისთვის გესროლა? გაგიჟდი? იაჰია, რამე გამომრჩა? ფიქრეთ ლეტოს საფლავის ქვაზე წარწერა გავაკეთეთ და მე არ ვიცი? არა ძმაო, ბოლოს როცა ფიქრეთ ლეტო ვნახეთ, ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ჩემს ვაჟს ესროლეთ თუ არა? ნედიმე ჰანიმ, აშკარა რომ თქვენმა ვაჟმა არაფერი გითხრათ. დაბრძანდით, გთხოვთ, ჩვენ მოგიყვებით. სხაბრების მოყოლა არ გაბედო. არ გაპატიებ. გისმენ. ასეთი კარგი რძალი მხოლოდ ზღაპრებში არსებობს ნედიმე ჰანიმ. შენი ვაჟი დურსუნის ქალიშვილზე დააქორწინე. ასე არ არის? იაჰია. დიახტმაო. შენი ძმა რას ამბობს იაჰია? ვერაფერი გავიგე. ნედიმე ჰანიმ, ჩემი ძმა ამბობს, რომ ფიქრეთმა ამ ჩასაფრების შესახებ დამლას წყალობით გაიგო. ჯავშან ჟილეტი ამიტომ ჩაიცვა. გესმით? დურსუნმა გთხოვათ და არ შემატყობინეთ. ასეა? არ გაგვიბრაზდეთ ნედიმე ჰანიმ, რაღაცით თავი ჩვენც ხომ უნდა ვირჩინოთ არა? ორი ღერით მაჩამოვარდა, სულ ესაა. ესე იგი დურსუნმა მოინდომა. ფიქრეთმა ამის შესახებ რამე გითხრათ? ფიქრობ უნდა ეთქვა, ასე არ არის, იაჰია? ასეა ძმაო. უпроსტორად ფიქრეთ ლეტოს ბიძამისი დურსუნი უნდა დაესაჯა, მაგრამ თუ გინდათ მისი მოკლა, თქვენ დაგვიკვეთოთ, რადგან მოსული ხართ ფასდაკლებასაც გაგიკეთებთ. ეს თქვენი ნება? სისულელეს ნუ ამბობ. ფასდაკლებას გამიკეთებს. უკანასკნელად გაფრთხილებთ. უნდა ვიცოდე ყველაფერი, რაც ხდება. გასაგებია? რა თქმა უნდა გასაგებია. კარგი. ჩაი მაინც დაგელიათ ნედიმე ჰანიმ. წავიდა. მართლა არ დაურეკავს თუ ფიქრეთ ლეტომ ბიძამის აპატია. ძმაო, ამ ლეთოს ოჯახისგან ყველაფერია მოსალოდნელი. შეიძლება აპატია. როდის გაგივლის, მამა? არ ვიცი შვილო, რამდენიმე დღეში გამივლის. ხელზე რა მოგივიდა? წავიქეცი ჩემო ლამაზო. ხომ ხედავთ ყველაფერი კარგად მაქვს, ახლა კი ცოტა ხანს დაგვტოვეთ, უფროსებმა უნდა ვისაუბროთ. თქვენს ოთახში ადით, მიდით. ნახეთ საჩუქრები მოგეწონათ თუ არა. კარგი. შვილო, ფრთხილად. კარგი, ყველაფერი რიგზია. გაიქეცით, მიდით. ჯერ მე გავხსნი. არა, ჯერ მე. ფრთხილად არ წაიქცეთ. ფიქრეთ, შვილო, მეორე დღეს ვეფერზია დექი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აფრთხილად უნდა იყო. დასვენება გჭირდება. კარგად ვარ მამანესი, კარგად. ჩვენ კი შენთან მოსვლას ვაპირებდით, შვილო. გოგონებისგან რაღაც გავიგეთ. არ ვიცი რა გაიგეთ, დედა ზუჰალ, მაგრამ აქ იმიტომ ვარ, რომ სხვებისგან არ გაიგოთ. რას გულისხმობ, ფიქრეთ? რამე მოხდა? დღეს საღამოს დამლაზე დავქორწინდები. ვერ გავიგე ძმაო? შვილო, გაგიჟდი? მაგ ოჯახმა ასეთი ზიანი მოგაყენა. შენ კი გინდა დააჯილდოვო? მოიცადეთ. დააცადე, აგვიხსნას. ამ საქმეში რაღაც ეშმაკობა იქნება ჩადებული. არა ბიძიანესი, არაფერია. მართალი გითხრათ, გადავწყვიტე გავაკეთო ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. ესე იგი ცოლად მოგყავს ის, რომელმაც მამა ჩვენის მოკლა უბრძანა? რა დროს მამა თქვენია? გუშინ ღამით თვითონ კინაღა მოკლეს. ფიქრეთ, ჩემი აზრით ცუდად ხარ. საღად აზროვნება არ შეგიძლია. არ ვიცი ასეთ რჩევებს ვინ გაძლევს, მაგრამ დიდი პრობლემა გექნება. ძალიან დიდი. დამლაზე საკუთარი სურვილით ვქორწინდები დღეს საღამოს. შენც ამას შესაფერი სიგზით ეტყვი ბავშვებს აიშე. როგორ არ გრცხვენია? ლეილა, შენც იქ იქნები.
ყველა ჩემი და-ძმა მათი ჩათვლით, რომლებიც ჯერ გამზეს მუცელში არიან, იქ იქნებით, სადაც მე ვარ. კარგი. მოვალ. შენ თვითონ მოინდომე. გამზეს ისედაც ჭკუას არიგებულ ხარი, რომ ნიქიას და ოჯახთან ერთად მოვიდეს. ამას ძალიან ინანებ, ფიქრეთ. პატიება ფეხებთან დამხობილმა რომ არ მთხოვო. არ გაპატიებ. მოდი, ნედიმე, მოდი. ნახე, შენი რძალი დაბრუნდა. გაჩუმდი. კეთილი იყო შენი მოსვლა, შვილო. გმადლობ. ჩემ გამო იმდენი რამ გადაიტანე. მაგრამ მაინც ჩემი შვილის მხარეს დადექი. თხოვე რაც გინდა. ნიშნულობა არ აქვს, ჩემთან ერთად იქნებოდა თუ არა. ის გავაკეთე, რაც უნდა მეკრე. კარგად მოიქეცი. და სხედით. ჯობია ახლა მითხრათ, ფიქრეთმა რა გააკეთა. შენმა ძმა ფიქრეთმა რა ქნა. დღეს ფიქრეთი და დამლა ქორწინდებიან. სწორია. მაგრამ შენი მშობლები რას იზამენ? ჩვენი მძახლები გახდებიან, თითქოს არაფერი მომხდარა? მე თუ მკითხავთ, სახეშიც არ შევხედავ. ძმა ფიქრეთს უნდოდა, რომ მტრის წინაშე ერთიანები ვყოფილიყავით. ამიტომ ანუ ფიქრეთმა დაივიწყა. რა თქმა უნდა, პატარძალს აპატიებს, სხვანაირად არ გამოუვა. ზეინებ, პირველ რიგში ბოდიში გიხდი, მაგრამ მაიძულების გავაკეთო, რაც არ მინდა. გირეკა ვარ მპასუხობ. შემდეგ კი ძმის პალატიდან იმ ადამიანთან ერთად გამოდიხარ. შენი თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინე, ის კაცი შენზე ჯერ ისევ ფიქრობს, ვერ ხედავ? კან, ხალილ იბრაჰიმი ჩემზე სულაც არ ფიქრობს. ისიც დიდემზე ქორწინდება. მე და ხალილ იბრაჰიმი ერთად ვეღარ ვიქნებით. მაგრამ შენ სულ პრობლემებს ქმნი. მაბადია. მართალი ხარ. არც მე მინდა რომ გადგინო. ზეინებ, ჯერ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ ძალიან მომწონ ხარ. ძალიან ძლიერი და ძალიან ლამაზი გოგო ხარ. დიახ, ერთმანეთს ძალიან უცნაურად შევხვდით, მაგრამ სხვა გარემოებაში რომ მენახე, ვერც მაშინ დავრჩებოდი გულგრილი. დამიჯერე. კან, როგორც თქვი, ჯერ ერთმანეთის გაცნობის ეტაპზე ვართ. ამიტომ დრო მჭირდება. მაგრამ რაღაც მინდა გთხოვო. ხალილ იბრაჰიმზე აღარ ვილაპარაკოთ, კარგი? პირდები. დიდემ ხომ გითხარი არსალიად? ხედავ? კანი უცხო არ არის. აქ რას აკეთებს? მეც ვერ ვხვდები. გამარჯობა. იმედია ხელი არ შეგიშალეთ. შეიძლება დავჯდე. ელიფ არაფერი არ მინდა. გმადლობ, შეგიძლია წახვიდე. ელიფ. 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 წადი, კარგი? წადი.
მიდი. რამე მოხდა დიდემ? მეც იგივე კითხვით მოვედი. რამე მოხდა ზეინებ? გუშინ რესტორანში რომ მოხვედი. ველა ჩემი მეგობარი იქ იყო. არ შემიძლია რესტორანში მათ სანახავად მოვიდე. ესე იგი არ იცოდი რომ ხალილ იბრაჰიმს ჩემთვის ხელის თხოვნა უნდოდა და იმიტომ არ მოსულხარ რომ ხელი შეგეშალა. ასეა? ხალილ იბრაჰიმი თუ ხელის თხოვნას აპირებდა, ჩემმა იყოფნამ ხელი რატომ უნდა შეუშალოს? თუ ცოლობა უნდა ეთხოვათ და არ გთხოვეს, ეს ჩემი კი არა იმის ბრალია, რაც ჩემს ძმას დაემართა. მე ველოდი რომ აქ ჩემი ძმის მდგომარეობის გასაგებად მოხვიდოდი და არა საყვედურების სათქმელად. მიხარია რომ შენი ძმა კარგადაა. როგორც უკვე თქვი, ხალილ იბრაჰიმი დღეს დაასრულებს საქმეს, რომელიც გუშინ ნახევარგზაზე დარჩა. ქან, მაპატია გთხოვ. საუბარი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ მე და ზეინებს შეთანხმება გვაქვს. აქ იმის გასაგებად მოვედი, კვლავ ძალაშია თუ არა. არა, კარგად მოიქეცი. თუ ყველაფერზე ღიად ვისაუბრებთ, პრობლემაც არ დარჩება. ხომ ასეა? მართალია. ხო, თუ კითხვები დაგრჩა, ვუპასუხებ, არ ინერვიულო. კითხე, პატივის დამდებ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. რის თქმას ცდილობდა? ხალილ იბრაჰიმი და დიდემი ერთმანეთს მეგავაცანი. ეს იგულისხმა. კარგად მოქცეულ ხარ. ყოფილი ქმრისთვის ლამაზი გოგონა გიპოვია, მაგრამ რის თქმას ცდილობდა? ხალილ იბრაჰიმს უნდოდა მისთვის ცოლობა ეთხოვა, შენ კი ხელი შეუშალე. ვერ გავიგე. მე ვარ იმის მიზეზი, რომ ხალილ იბრაჰიმა დიდემთან ურთიერთობა დაიწყო. ჩემზე ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს. მაგრამ რადგან ეჭვიანობ? შემიძლია რაღაც გთხოვო. მინდა ხალილ იბრაჰიმს უკანასკნელად შევხვდე. მინდა ეს გაუგებრობა გამოვასწორო. გაუკეთო სამ გოგოს ბეჭედი, ჩემი თანდასწრებით და ეს თემა დაიხუროს. უკანასკნელად ზეინებ, უკანასკნელად გაძლევ მასთან შეხვედრის უფლებას. ფიქრეთ შეხედეთ. ასეთი ლამაზი გოგონას რამლებს ჩემს გამო რომ ღურიდეს, მისთვის სიცოცხლესაც დავთმობდი. სიცოცხლესაც. თვალი გავახილე და ფიქრეთი შემიყვარდა. მის გარდა არასდროს არავის მიფიქრია. ორი შვილი ვაჩუქე. ახლა კი მეუბნება რომ ქალს რომელთანაც გეღალადე, ქალს რომელმაც მამა მომიკლა, ქალს რომელმაც შენი შვილების სიცოცხლე საფრთხე შეუქმნა, დღეს ცოლად მოვიყვანო. ალბათ დამლამჯადო გაუკეთა ფიქრეთს. თითქოს მოჯადოებულია. აიშე, ამ გოგოსგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო. ამ ამბავში წაგებული შენ კი არა? ფიქრეთი დარჩება. დიახ, ასეა, თავი ხელში აიყვანე. ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. გამზეც და მეც ამიერიდან შენს გვერდით ვიქნებით. გმადლობ, ისკანდერ ბეი. არანაირი ბეი. ისკანდერი და მიწახე. ამიერიდან მეგობრები ვართ. შენ იყავი ჩემი ქალიშვილის გვერდით მძიმე დღეებში, ახლა მე ვიქნები მთელი ცხოვრება შენ გვერდით. მინდა ისეთი ტკივილი მივაყენო. ისე ვანანო, რაც გააკეთა. ვაიძულებთ, ვაიძულებთ. ამიერიდან შენ გვერდით ვარ, გამზემ გითხრა თქვენთან დაკავშირებით რას ვგეგმავ. კონკრეტულად? აიშე, მამა ჩემს უნდა რომ ამ მიწებზე ყველაზე ძლიერი და ყველაზე მდიდარი ქალები ვიყოთ. ამისთვის რაღაც მოიფიქრა. იმის ნაცვლად რომ ვისხდეთ და რეზვანს და ფიქრეთს მივდიროდეთ,
მამა ჩემი საქმიან ქალებად გვაქცევს. ყველაფერზე თანახმავარ, რასაც მეტყვით. კანონით ნებადართულია თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერზე თანახმავარ. Eyvallah. მადლობ. გეფიცები ფიქრეთის ნაჩქარებად ქორწინების გადაწყვეტილებამ ძალიან გამაკვირვა. ცოტა ხნის წინ კინაღამ მოკლეს. ეს საიდან მოიგონა? Vardır Fikret. ფიქრეთმა იცის, რასაც აკეთებს. რა თქმა უნდა. ერთი მხრივ გამიხარდა, რა თქმა უნდა. თუ ომი დაიწყება, საქმე თავდაყირად ადგება. ესე იგი ფიქრეთის სტილი ყოფილა იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს თავის და სხვაზე ათხოვებს, იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს დამლა ცოლად მოყავს. კარგია. ეს ჩვენი მხარის ტრადიციაა, ოღუს. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სისხლი არ დაიყვაროს, ქორწილია. ქორწილზე გამახსენდა ჰალილ იბრაჰიმ. გუშინ აპირებდი ჩემი დიშვილისთვის ხელი გეთხოვა, შემდეგ სადღაც გახვედი. რა ვქნათ? ეს საქმე ფიქრეთის ნიკიაჰის შემდეგ დავასრულოთ? კარგი იდეა. Bugün bitirelim. დღესვე დავასრულოთ. Güzel. შვენიერია. ვერ გავიგე ფიქრეთის ნიკიახზე რატომ მივდივართ. ჰალილ იბრაჰიმმა თქვა, რომ უნდა წავიდეთ. კაცი გუშინ კინაღა მოკვდა, დღეს ქორწილზე ფიქრობს. ხოჩახ, გეფიცები ცოტა არეული საქმეა, სემა ვერთ ჩვენ მივხვდით, მაგრამ თუ ჰალილ იბრაჰიმი ამბობს, რომ უნდა წავიდეთ, ესე იგი წავალთ. ხო, შენ სად იყავი დიდემ? არსად, საღამოსთვის რაღაც ვიყიდე. შენთვის რთულია დიდემ. სულ ზეინებთან შეხვედრა გიწევს, მის გარდერობთან კონკურენცია ადვილი არ არის. მე არავის ვეჯიბრები, სემა. თავარია ჩემს საყვარელ ადამიანს მოვწონდე. Aa da iyi insan. ზეინები მოდის. საინტერესო აქ რა უნდა. რა კითხვაა? იქნებ ჩვენ სანახავად მოვიდა. კეთილი იყო შენი მოსვლა, ზეინებ. ზეინებ მოგბძანდი. ულამაზესი ხარ. გმადლობ, სემა, გმადლობ. საყვარელო, კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ ძვირფასო. ჰალილ იბრაჰიმი არ არის? რატომ გითხულობ? ხომ გითხარი? შენს გონებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხს გავცემ. ამიტომ გითხულობ. შეგიძლია უთხრა რომ მოვედი? ოსმან ერთი წუთით. უკვე ვისაუბრეთ და თემა დავხურეთ. საჭირო არ არის. არ გვისაუბრია დიდემ. სახლში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომადექი. და ქანიც ჩემ გვერდით იყო. დაუძახო თუ არ დაუძახო? ვინმემ დაუძახეთ, ნერვები არ მომიშალოთ. იყავი ოსმან, იყავი. დავსხდეთ. როგორც მახსოვს, თქვი რომ საყილებზე იყავი დიდემ. მაგრამ თურმე ზეინებთან წასულ ხარ. ჰალილ, Zeynep geldi. ზეინები მოვიდა. Zeynep mi geldi? ზეინები მოვიდა? მოხდა რამე? Olmuş. გონი კი. Turan gizem yapma. თუ რა ნუ დაგტანჯერა მოხდა. Galiba როგორც ჩანს, Zeynep'i de დედემი ზეინებთან მისულა სახლში. მართლა? Hayırdır Zeynep? მშვიდობაა, ზეინებ. რა მოხდა? შეგიძლია დაჭდე, ჰალილ იბრაჰიმ. დიდემი ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა. მითხრა თურმე მისთვის ცოლობა უნდა გეთხოვა და მე ხელი შეგიშალე. Zeynep. ზეინებთან იყავი დედემ? საყვარელო, ცუდი განზრახვა არ მქონია. ვკითხე რაც მინდო და ქანიც იქ იყო და პასუხებიც მივიღე. აქ მოსვლა საჭირო არ იყო. აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ შეგიძლია დიდემს ბეჭედი ჩემი თანდასწრებით გაუგეთო. Ben არ მეყვარს, როცა ჩემს ზურგს უკან რამეს აკეთებენ.
Doğru mu da? ასე არ არის, დავით? Doğru. მართალია? Sana bunları ამაზე უკვე გელაპარაკე. belli ki anladım. როგორც ჩანს ვერ გაიგე. Ama მაგრამ როცა გამიცნობ, კიდევ უფრო კარგად მიხვდები. Didem. დედამ, როცა ვამბობ, რომ არ მიყვარს, როცა ჩემს ზურგს უკან მოქმედებენ, Sizin იმას ვგულისხმობ, რომ არც თქვენი ფარული შეხვედრები მომწონს. რაც არ უნდა იყოს ედანური ჩემი გარდაცვლილი ძმის სოლია. არ იქნება ლამაზი ამ ურთიერთობას სახელს თუ არ დავარქმევთ. ბეჭედი გამომართვი. და ედანურს ყველას თანდასწრებით ხელის თხოვე. ძმაო, მოიცადე. sen de ძმა და უცმადლობა უთხარი ედანურ. ამ ბეჭდისთვის ძალიან დიდი ფული გადაიხადა. დიდი მადლობა. რაც უნდა იყოს ეს ბეჭედი ზეინების ბეჭედზე უფრო დიდია. Hadi Davut. მიდი ოღუს. Hadi kalk komutan. მიდი კაპიტანო, მიდი. Bir ömür birlikte. მინდა რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ. Biraz garip oldu. ცოტა უცნაურად გამოვიდა. ცოტა. Tebrik ederim. გილოცავთ. მადლობ. გილოცავთ. გილოცავთ. გილოცავ, ჩემო კაპიტანო. ერთმანეთს ტკბილად შეაბერდით. გილოცავ. გილოცავ. ზეინებ? Tebrik ederim. გილოცავ, ბედნიერებას გისურვებთ. Diliyorum size. სემა, შენ რომ არ გითხე? რა უშავს? მოდი ჩემთან გოგონა, მოდი. აი? დღეც ასეთი უნდა. შუადღით ნიშნობა საღამოს ქორწილი. საღამოს ვისი ქორწილია? თითქოს არ იცოდე ზეინებ, ფიქრეთი ხომ დამლაზე ქორწინდება? დამლაზე? დიახ. Leyla. ლეილა, თავს კიდევ უფრო მეტად ნუ დაიტანჯა. შენს ძმასაც გაუგეშვილო. ცდილობს რამე გააკეთოს იმისთვის, რომ სისხლის ღრმა შეაჩეროს. Dökülmesin. სისხლი არ უნდა დაიღვაროს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიღვაროს. სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ლეილა მცრემლები ღვაროს. Kimsenin არავის მაინტერესებ. ასე როგორ შეიძლება საყვარელო? შენი თავი ასიე მე დამიტოვა. ჩემო ლამაზო. Herkese გამარჯობა. Leyla şu ლეილოშ, şöyle güzel Baba bir გაგვიკეთე. keyif kahvesi yaptı. Hep ყველამ beraber ერთად içelim დავლიოთ. Ha? შვიდობაა და ოაიშე. ცოტა ხნის წინ სახლიდან ნაცრემლებული გახვედი. რა მოხდა ფიქრეთმა ცოლის მოყვანა გადაიფიქრა? İskender ისკანდერმა გულს მომიყვანა. anne. Ne diyorsun? რას ამობშვილო? Baba. მამა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი რამ არ გვცოდნია. Değil mi Leyloşum? მე და ლეილოში კარგად დავილაპარაკებთ. Sen de ისკანდერმა მითხრა, რატომ მისტერი ფიქრეთს, რომელიც ერთი ქურუშიც არ ღირს. შენი ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყებაო. falan girmem aşağı. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. Dinle. მომისმინე. Babam ne olur. შემდეგ თვითონ შემეხვეწები. Ayşe kızım. აი შეშვილო. Bak ben çok... შესანიშნავად ვიცი ისკანდერი ხალხს როგორ ატყუებს და ეს ადამიანები შემდეგ ციხეში ამთავრებენ. თუ ამას გულისხმობ, სანამ ცოცხალი ვარ, მსგავს რამეს არ დავუშვებ. გასაგებია? Neticede ben de işletme... მენეჯმენტს ხომ ვსწავლობდი?
არ გავრისკავ. ვერ მომატყუებს. ჯერ მომისმინე და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღე მამა. ნუ აწყვეტინებ ჩემო ქმარო. მოვუსმინოთ. ზოგიერთი საკითხი ახალგაზრდებმა უკეთ იციან. იციან როგორ არა. Peki, კარგი, anlat bakalım. მოგვიყევი, გისმენ? მოგვიყევი. არ მაინტერესებს არც ქორწილი, არც ბეჭედი. მხოლოდ შენ მაინტერესებ. ჰალილ იბრაჰიმ. გთხოვდი, იმიტომ რომ ბიძიასთან ცუდად არ გამოსულიყო. მაგრამ ახლა არც ბიძია მაღელვებს. გთხოვ, მაბატი. შეცდომა თუ გაიაზრე, მაშინ ჩემთვის პრობლემა აღარ იარსებებს, დედა. გავიაზრე, ეს აღარ განმეორდება. გპირდები. შვილო, თავს ვერ შევიკავებ, როცა იმ ცოლ-ქმარს დავინახავ. სახეში შევაფურთხებ. სახეში შეფურთხება მე შემეძლო, დედა, მაგრამ გადავყლაპე. Sen de yutacaksın. შენს გადაყლაპავ და საღამოს სიტყვებს დაუკვირდი. Yutacaksın akşam. რატომ უნდა გავჩუმდეთ? რატომ? ვერ ხვდები. იმიტომ რომ მე ასე მინდა. Artık ოჯახის უფროსი ხომ მე ვარ. hiçbir karar ჩემს გადაწყვეტილებებს წინააღმდეგობა ხომ არ უნდა გაუწიოთ? ძმაო, ძმაო, რაღაც გავიგე. მართალია? birini tembih. ერთსვე ლაპარაკები მეორე მოდის. Ne? რა იყო ზეინებ? დღეს საღამოს დამლაზე ქორწინდები? Evet. დიახ, Bir sakıncası mı? წინააღმდეგი ხარ? არა, წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ გამიკვირდა. მაგრამ მიხარია შურის ძიებას რომ არ ცდილობ. Annen pek seviyor. დედა ჩემს კი რატომღაც ეს არ უხარია. მე დედა არ მყავს. მართალია ძმაო, ნედი მეხანიმი ასეთია. უნდა რომ ყველა მოკვდეს, ჩვენ სამი კი აქ ვისყდეთ. რა სისულელია. ეს თქვენი კეთილდღეობისთვის გავაკეთე. ახლა კი ისე იქნება, როგორც შენი ძმა იტყვის. მე აღარ ვერევი. როგორც ძმა იტყვის თურმე. სულ უფრო მაოცებს. ძმაო, დეიდო საკინეს ელაპარაკე? უთხარი რომ ნარგიზის და თურსუნის ყავაში შხამი არ დაამადოს. Gebersin. მოგვდუნან ჩემთვის სულ ერთია. ისკანდერი და მისი ოჯახიც მოვა? შენ როგორ ფიქრობ? Artık ახლა უკვე ყველაფერში მონაწილეობენ, იქნებ დროა ამას შეეგუო. ძმაო, ჰალილ იბრაჰიმიც მოიწვია. როგორ იქნება? ამაზე მაშინ იფიქრე, როცა მომზადებას დაიწყებ. adam herkes. ყველას ერთმანეთთან აკავშირებს, კაპიტანო. Şimdi de ახლა კი ჩემს ქალიშვილს შეეკრა. რას ნიშნავს შეეკრა? Ya işte sana. უთხრა რომ მისთვის საქმე წამოიწყებს და ძალიან მდიდარი იქნება. Seni diyor. ნესიმ, Sizin ნუ parayı. თუ ფული გჭირდებათ. შენი ქალიშვილი რატომ უნდა დათანხმდეს? ნაწყენია, კაპიტანო. უნდა ფიქრეც დარტყმა მიაყენოს იმით, რომ საქმიანი ქალი გახდება. თუმცა, რასაც ისკანდერის თავაზობს, რაღაც ქსელია. საქართველოდან ფული ჩამოაქვთ. ამ საქმით არის დაკავებული. ყველა მიცის, რომ ისკანდერი ფულს ათეთრებს. საიდუმლო არ არის, მაგრამ ჭორების გამო ვერ დავიჭერ. ხომ გესმის? კაპიტანო, ვიცი, სად არის მისი საცავი, მაგრამ არ ვიცი რას ინახავს. ნესიმ, შენ მითხარი საცავი სად არის? მართალია წყალიც კი არ შემომთავაზე, მაგრამ მე პოლიციის განყოფილებაში ფინჯანი ყავით გაგიმასპინძლდები თან, შაქრით შევუკვეთავ, გმერთო ჩემო. ხალხს ეჭვი გაუჩნდება, კაპიტანო. მართალი ხარ. არ დალიო. მომიყევი. მიდი გისმენ. რამდენიმე დღის წინ ისკანდერის კაცი დავინახე. მერე? ძმაო, ეს ბეჭედი $100,000-ზე მეტი ღირს არ მინდა დაუდის წინაშე ვალში ვიყო. როგორ მოვიქცეთ? აუს, დავუდს ფულს მაშინ გადავხდი, როცა გექნება, სულ ესაა. მართლა? ხო. ჯობია იმაზე იფიქრო, ედანორს რა უნდა უთხრა, როცა გაიგებს, თუ რა ღირს ეს ბეჭედი. განა მაქვს ისტორია, რომელიც შემიძლია მოუყვე. მე არავინ ვარ. ყველაფერი უთხარი მაგის გარდა. ზეინებს უთხარი და ხედავ, ახლა რა ხდება. კაპიტანი მოდის. დასხედით.
მაშასე. იცით საიდან მოვდივარ? მეჩეთიდან, კაპიტანო. შტერი. ხო, გააგრძელეთ ასე ხუმრობა. მე და მაიორი ერთმანეთს საცავთან შევხვდით. უთხარი რომ იქ მეგობრების სანახავად ვიყავი, მაგრამ არ დამიჯერა. არც დაგიჯერებთ. ეს წმინდა ადამიანიც კი თქვენს ტყუილებში ჩაითრიეთ. უსირწყვილოებო. კაპიტანო, არანაირი ტყუილი არ არსებობს. თქვენ კანონის დამცველი ხართ, ჩვენი აზრები კი კანონს არ ღვევს. ხო. ისკანდერის საცავს თავს დაესხმები ისე, რომ მე არ მეწოდინება. და ამ უტმინოს ჩემთან გამოგზავნი იმისთვის, რომ ჟანდარმერი არ მოვიდეს. არ დაგიჯერებ. მაშინ რა ვქნათ, კაპიტანო? ისკანდერმა ყველაფერი აკეთოს, რაც უნდა და ჩვენ ასე ვუყუროთ? არ ვუყუროთ. თუმცა, ჩემ ზურგს უკან იმოქმედებთ, ამით ყველაფერს გააფუჭებთ. ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ფულს არ მოგცემთ, ახლავე გეუბნებით. ამდენი ფული რაში გჭირდება? ხომ არ შევჭამ, კაპიტანო? ისევ ისკანდერთან ბრძოლაში გამომადგება. მართალია, ბიძია. წმინდა ადამიანი ხართ. შეგიძლიათ თქვენს ძმისშვილს თავდებად დაუდგეთ. მე ვერ ვენდობი. არავის თავდები არ ვიქნები, მაიორო. ხედავთ? ხედავთ? დერვიშია. ადამიანი უმრძეს სვამდა. ამბობს, რომ მხოლოდ ღმერთს ენდობა. ღმერთს. გაჩუმდი. ედაჰანიმს ბეჭედი რატომ აჩუქე? საიდან გქონდა? მისი მბზინვარებით კინაღამ დავბრმავდი. ჯერ მზად არ ხარ? მოწესრიგდი, წასვლის დროა. დამასვლა არ მინდა, ნარგიზ. იძულებულები ვართ. რაც არ უნდა იყოს და ამლა ფიქრიც მიყვება ცოლად. რაც მინდოდა მოხდა. არც ქალიშვილის და არც ფიქრეთის ნახვა არ მინდა. არც ნედიმეს და დანარჩენების ხმის გაგონების სურვილი მაქვს. მომისმინე. მაშინვე სახლში დაუბრუნდები. ვიტყვი, რომ წნევა მამიწია. კარგი ძვირფასო. რაღაც უცნაურად გამოვიდა, რა? ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. კარგად გამოვიდა. მე მზად ვარ. ბეჭედი ძალიან გიხდება, ედანურ. გმადლობ. ვიღაც ნატრობს, ვიღაცისთვის კი ბედია დიდემ. მე ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, სემა. როდის მივდივართ? ხალილ იბრაჰიმს და ოღუს საქმე აქვთ, დაბრუნდებიან და წავალთ. გისმენთ? რაღაც უნდა წავიღო. რა უნდა წაიღო, ძმაო, ვინ ხარ? ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ. Halil İbrahim kıvırcık saçlarına Nasıl açılıyor? Kari როგორ გავაღოთ? Kali გამიშვი. Yaslan be Halil İbrahim kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına Aç. Gare. Aç. Gare.
Derede su durur, dal köprüler kurulur. Derede su durur, daldan köprü kurulur. Ellerine vurulur, aslan be Halil İbrahim, aslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. გონი სუფთა. რა მდგომარეობა? სუფთა. უკანად სუფთა. Dayı. ვიცია? ჩემი მხარე სუფთა. O zaman მაშინ გავიშალოთ და ძებნა დავიწყოთ. რამე იპოვეთ? ვერა. ყველაფერი შევამოწმე, არცად არაფერია, ყველგან ვნახეთ. დარწმუნებული ხარ, რომ დადასტურებული ინფორმაციაა? დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა. გადამოწმება ვთხოვე. სადღაც აქ არის, მაგრამ სად? სად? oğlum bütün delikleri... ხომ გითხარი, ყველგან ვნახე და არცად არ არის. Burası niye? საღებავის სუნი რატომ არის? Bina. არ ვიცი. Yeni boya. თუ ახლა ხან შეღებეს?
Ben bizim ჩვენებს შევატყობინებ. Benden selam olsun Bolu Bey'ine, Bolu Bey'ine. Çıkıp şu dağlara yaslanmalıdır, yaslanmalıdır. At işlemesinden, kalkan sesinden, kalkan sesinden. Dağlar sevda verip seslenmelidir, seslenmelidir. At kişnemesinden, kalkan sesinden, kalkan sesinden. Dağlar seda verip seslenmelidir, seslenmelidir. Düşman geldi tabur, tabur dizildi. Aman dizildi. Allah'ımıza böyle yası yası. hocam bu ამ ორ ჯულოებს რამდენი ფული აქვთ? არასდროს იცი ვის რწმენა აქვს და ვის ფული მაიორო. მართალი ხარ. ბიჭებო, კარგი საქმე გააკეთეთ. თქვენი წყალობით, კაპიტანო. ბიძია, ჩვენ ხელის მოწერის ცერემონიაზე მივდივართ. თქვენთვის დამელოცნია. კარგი ძმისშვილო, წადით. მე და მაიორი მივხედავთ.